დონჩიკების მთავარი წარმომადგენელი. დაცვალოს ბებო. ჩემო ციცუცხლე. რა მოხდი მე? მახერი ძოლი რო ეყოლება. მერატრები ბებო. კაცად ვარ ბებო, კენან და ეს რა დავხდა სახში შეხედე. გიჟდები. სამიყურს. უნდა რომ დამიმტკიცოს რომ თვითონაც შეუძლია როლიკებზე დგომა. არა ხარ ფიცე ვაფშეა შემიძლია პირველად გები საერთოდ. და ჩემი ახალი როლიკები მეგობრებო სტუდიაში. რომელსაც აიკვეხებს პირველად ფეხზე. კონკიას ფეხსაცმელს რომ პრინცესები იკვეხებენ, რა ეგრე ხარ? ძვან ხარ ხოლმე ჩასაცმელი რა. არა, უბრალოდ შენ არის. ბიჭო. არა, კარგად იყო პირი. მართლა მაგის მოგობელი გამომივა. შენი როლიკების სამკის მოჩვენებელი რა. რო სახლი მოვაგნო? სახლი მოვაგნო. ეს გზას გიყვა. ბული. მაწაგვირა. კაფჩიკ. კაში. ხვალ. კაში. ხვალ ვის უნდა უოთ ანალიზებიო? ამინა. აბა რა კაკაკ. ვარდის ფორმებია? სპრაიტში იყო და გაიზარდა. მათი წოლი შევჭა. ხალები გამეყენა. ახლაშუნებს. უბრალოდ რაღაცნაირად ხრაშუნებს. ჟელეს კანფეტები რო მაგის გემოაკ. რა საყვარლობა. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით კარტოფის ვლოგი. ეხლა ვიმყოფებით ბაღდადში, პაატას სოფელში და არანაირი გეგმა არ გაგვაჩნია როგორც ყოველთვის. ნახოთ რას გავაკეთებთ დღის მანძილზე. შეიძლება მაღაზიაში ჩავიდეთ. უბრალოდ ჯერ მინდა რომ სახში გადავიდე, რომ ეს ნახეთ რა ხდება, ქვაბები და რავი რა აღარ არის ერთმანეთს შერეული. მინდა რომ მანქანა დავცალო. მე და ნიაკო გამოვედით ეხლა გარემოში. მოდი, ოღონდ აი დიდ ბალახებში არ გაიარო. ხო და ეს არის მეგონი ტყემლის ხე. ეხლა უნდა ჩავატარო ჩემი ილეთი და გაურეცხავი უნდა ვჭამო. ნიაკო მე უნდა გარეცხეო. ბავშვს მასწავლის რომ გარეცხეო. ჩვენი არის არ არის. არა, უშავს მოვიპაროთ. აუ, ტკბილია, არ მიყვარს ესეთი. სადმე ყავარ შარვი. აბალში. პაატას მეყავარ მეგობრებო ყაბალში, იმიტომ რომ მანქანისთვის მინდა განათების ყიდვა. ხო და რაღაც არ მგონია იყოს, მაგრამ მაინც ნახავთ, თუ არ იქნება მე ტემოდან გამოვწერ. რა თქმა უნდა არ იყო მეგობრებო ყაბალში და ეხლა TikTok-ზე დავდე ვიდეო, სადაც ვიკითხე ხო არ იცით სადაკეთებენ მეთქი და ნახოთ რას დამიკომენტარებს ხალხი. ეხლა მივდივართ ჩემთან, უნდა დავცალოთ მანქანა. და უნდა ავიღოთ ანალიზი. არა. დაიღოს ანალიზი მოგადარა. ვარ მინდა ანალიზი. ფრიდი ბუბი დაჯექი? აქ ნელა აქეთ მოუვარე და იქ სკამზე დაჯექი. დააწვინე რა. მოდი ბუბი. არის შემოლამაზო. დაძექი? აი ყო შემოვალე რა. მოდი. თვალები რა თუ აიფარე? არ გავიცი შობარა მეგონი ვაიცით. კაი, არაფერი არა, ნუ გაშინია. გავიკეთე მოკლედ ანალიზი მეგობრებო. აი მე არ ვიცი, თვითონ გაკეთების პროცესისთვის უკვე აღარ ეცავა ისეთი სცენები დავდგი ჩვეულებრივად და ამიტომ თვითონ გაკეთების პროცესს ვერ ნახავთ, მაგრამ ხო ხედავთ რა დღეშიც ჩავარდი მოკლედ. მართლა არ მახსოვს, მე ჩემ ვლოგებს რო არ ვუყურებ, ხოლმე არ მახსოვს რას გეუბნებით და რას არა და
თუ არ მithქვამს, მაქვს ნემსების ფობია. ნემსების ფობია კიდევ იმდენად არ მაქვს, რამდენადაც მაქვს სისხლის ფობია. ოღონდ აი ფობიაც ხო არის და ფობიაც მე მაქვს აი რაღაც არარეალურ ფარგლებში და საზღვრებში მართლა აი ეგრევე ვითიშები, პანიკური ტირილი მიტყდება, ძალიან მეშინია. თუ მეტყვი რომ ანალიზი უნდა გაიკეთო ერთ კვირაში, შეიძლება ერთი კვირა ვერ დავიძინო, აი ვერაფრით ვერ ვაკონტროლებ, აი საიდან აღარ მივდექი, რომ ვიცი რომ ერთი პატარა ჩხლეტ არის თან. ან ამხელა ტატუ მაქვს გაკეთებული. თელ ზურგზე მაქვს ტატუ და მთელი დღე ვიჯექი და ნემსით მჩხლეტდნენ. აქეთ ხარის მარჯვენა მხარეს ფეხზე უზარმაზარი ტატუ მაქვს. მაგასაც ხო გაუძელი, აქეთაც ტატუ მაქვს. ფეხზეც ტატუ მაქვს, ანუ ნემსს ვუძლებ, ტკივილს ვუძლებ. ნემსით ვიკეთებ ხოლმე სახეზე ეპილაციას, ჩვეულებრივ ვუძლებ. ტკივნეულია რა თქმა უნდა არ არის კომფორტული, მაგრამ შიში არ მაქვს. როგორც კი საქმე მიდგება ანალიზის აღებაზე, ვენას რო გავიფიქრებ, სისხლს რო გავიფიქრებ, თვალებში ეგრევე მიბნელდება და რაღაც საშინელებები მემართება და კიდე კარგი თვითონ ვიდეოც არ გადავიღეთ, იმიტომ რომ მე მაგ ვიდეოს ვერ ვუყურებდი და ვლოგში ვერ ჩავსვავდი, აი რაღაც არარეალური შიში მაქვს. რატო დამცინოდი? არ გადაგიღე. არ გადაგიღე. შენ გეგონა რა გადაიღე? გაითიშე, ისე დღეს ჩავარდი ტირილი რომ დავიწყე და ცუდად რა გავხდი, გათიშე ვიდეო. ხო. აი ვერ ჩავსავდი რა, ისევ ცუდად გავხდებოდი რა აზრი აქვს. ჩემი ძლიერი გოგო. ძლიერი ვარ, ეგ არაფერს არ ნიშნავს, ეგ თანდაყოლილი შიშია. იცი ვას. შენ კი არა თასავით ხალხს ეშინიათ ხოლმე ნემსის. ხო, ნაყიდ ვიყიდი. კი, ბატონო. ხო შეგვიდი იყიდი უშაქრომის. ხო, 100 კილოზე ხარ თითქმის. გაიგე, წინაზე 54 ვიყავი, ყოველ ჩამოსვლაზე მაბრალებ, რომ გამხდარი ხარო. არ ვიცი რა დაგიშავე. მე გამხდარი მეჩვენე, მე არ ვიცი. ეგ ზამთარში ბევრი მეწოდა, ახლა ზაფხულია. მეიწონე, ჩემ თვალზე მეიწონე და რამდენი აბა სადღაც სააკ სასწორი. აბა სადა აქ? აბა უთხარი. მოდი ბას, დონარი ითხოვს მტკიცებულებას. კი, კი. ხო და ეგას აქვს ესეთი სასწორი და აიწონეთ და დამიმტკიცეთ, რომ 1.90 ხართ, მეორე 54-იო და ნახოთ აბა. მიდი. 89 ყოფილ ხარ შენ 1 კილოს იტყუები. ხო, ზუსტად 54. ხო. დაგინახე პატა. 50 დონერებია გატყუებს ნაჭამი, ნასვამი 2 კილოიანი ბატინკები და 54. არაფერი არ მიჭამია, სალათი ვჭამე მხოლოდ. დონარი, მოდი აქ შენ აქწონო. მოდი. აქ გამოიტანეთო. დიდი მედიეტე ქალი შენ არა ხარ ეხლა და. აბა დიეტა. ბებია ჩემს არ უყვარს მეგობრებო დიეტე, ბერიტანს. დიდი არ ყირავდება. ოპა. რამდენია? 100. 97. მოგატყუა პატა. შენზე 8 კილოს 100 კილო არასწორს არ ყოფილა. ეკა ნახე შენთვის რა მაქვს? აბა ხტები რა არის? მე რო გთხოვე. ხა, ხანდეს იმაზე ლამაზია. აბა რა კინოსთან ნახე სახში ეს რა. სახში რო შემოხვალ, ხო იცი, აი უცებ რო დაკიდო გასაღები და მე აღარ დაგეკარგება სულ, ეგეცოდინე. მაგაზე კაი არაფერი არ გიყიდია ბებო. უკან ძალიან კაი კონსილერი გიყიდე და ეგდეს. გასახრეტია აი აქ რომ მე გასაღებები ჩამოიკიდოს. პატა შევარქვით მე და გვანცა მენეჯერი, იმიტომ რომ ყველაფერს ეს და მენეჯმენტებს ხოლმე და. ნახეთ მე ლალიდეიდან რა მაჩუკა, გამიხარდა ძალიან, იმიტომ რომ ისა რა ქვია, მიყვარს ესე დაბმული რო არის ჩუსტი. და რაც არ უნდა გავაკეთო, რო არ ამძვრება, იმიტომ რომ ხან ველოსიპედზე ვარ ხოლმე, ხანიკ და ძალიან გამიხარდა. დავუბრუნდით მეგობრებო სახლში. დღეს პარკში არის კონცერტი და ეხლა გაჩვენებთ რომელი კაბა უნდა ჩავიცვა. წინა ვლოგი ვინც უყურეთ, იცით რომ ეს ვარდისფერი კაბა ჩამომივიდა, ხო და ეს კაბა უნდა ჩავიცვა. აი ამ ბასანოშკებთან ერთად და ისე უნდა წავიდე კონცერტზე.
ეხლა დავბრუნდით სახლში. ლალდეიდაც გადმოვიყვანეთ, ცომი მოვიტანეთ და ეხლა უნდა გამოვაცხოთ ხაჭაპურები და ლობიანები. აი სამზადისი უკვე დაწყო. ქალბატონი. როგორც ყოველთვის მოუტანია გზედაზენის უშაქრო. მსხლის ლიმონათი. ვერ დაინახე რომ მოგიტანე. ერთი ბოთლი მითხარი, არ ვიცი მე. აქეთ მიდის ცხობა კეთება, აუ მე ცალკე ეს ლობიანის შიგთავსი მიყვარს. ეხლა ცოტას მოვიპარავ. აი ცალკე ჭამა მიყვარს ამის და ცოტას მოვიპარავ. ჩემი გამომწერი ვნახეთ. მოვედით ეხლა კონცერტზე, ეს არის აფენის პარკი და ვნახეთ ჩვენი გამომწერები. თუ მივედი ახლოს და თუ რამე დავინახეთ, თქვენც გაჩვენებთ. ძალიან ფოტო გადავიღეთ მე და პაატამ ბავშვებთან ერთად. უმრავლესობა ცნობენ ვინაიდან ჩვენ სოფელში ვართ. ანუ გამოჩნდები შენ. ხოდა ეხლა უთხრეს რა შემოდიო სტადიონზე ცოტა ხანი გვეთამაშეო და შემოვედით. ჩაკაჭირო ხო? ორი ნერვიულო ქორბადა. აჰა. დაგადაიცია. კაიღები მოგიწია. გული არ ხავს. ესე იგი მეგობრებო ვიყავით მე და პაატა კონცერტზე. ძალიან კარგი იყო. დაახლოებით 9 საათი გავჩერდით და დავბრუნდით სახლში. ჩავიცი ჩემი ახალი როლიკები და გადავწყვიტე რომ ჩემ თავს ჩავუტარო პატარა გაკვეთილი. უკვე გავაკეთე ლიმნები, რასაც მაკეთებინებს ხოლმე ჩემი ტრენერი. გავაკეთე ხუთბორბალა, გავაკეთე მაკრატელი. უკუსლა არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ძალიან არ მიყვარს და ამოვაკელი პროგრამიდან, მაგრამ მაგასაც გავიმეორებ. და დანარჩენი ახლა ვკატავთ და ვცდილობ რომ კიდე კარგად შევაცვიოთ ერთი, იმიტომ რომ რაც უფრო ეჩვევა, მერე მით უფრო ნაკლებად გეღლება. ეს ჩემი ახალი კაბა არის, ეხლა ჩამომივიდა. შიგნიდან აქვს შორტი და შესაბამისად ძალიან კომფორტული არის კატაობის დროს. დამჭერებით მიკეთია და მოკლედ დავდივარ, ამები არის იდეალური. ყველაფერი ხელს მიწყობს და არ ვიცი, ისეთ სასიამოვნო შეგრძნებაა, რომ ვერ აგიწევთ. თან უკვე გაჩერება და მოხვევა ვიცი. და ბევრად უფრო კომფორტული არის. ეხლა ამოვედი მეორე ქუჩაზე. ეს ცოტა უფრო საშიში ქუჩაა, იმიტომ რომ ეს არის ცენტრალური ქუჩა და აქ ძალიან ისე მოძრაობენ მანქანები, მოკლედ ბევრად უფრო აქტიურად ვიდრე ჩემს ქუჩაზე. ამიტომ აქ ვცდილობ ხოლმე რომ არ ვიკატავ ხოლმე ჩემს ქუჩაზე. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ აქ უფრო სუფთა და უფრო კარგი გზაა. ამიტომ მოდი ცოტას გავთამამდები. ეს გზა ძალიან კაია, ეს ახალი გაგებულია რა და ბევრად უფრო რბილია. უბრალოდ უფრო აქტიურია, რა თქმა უნდა. მეგობრებო, არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ არ ვიტყუები, რომ იმის მერე სახლში არ შევსულვარ. არ ვიცი რომელ საათზე გამოვედი, არ მახსოვს ალბათ 7:30-ზე ეგრე და 10:30-ია. ანუ ვერ მეშვები. ან ცოტა აცივდა. ეხლა რაღაც მომენტში გავჩერდი და მივხვდი რომ აცივდა, თორე რომ მოძრაობ მაგასაც ვერ ვგრძნობ და ჯობია შევიდეთ. აქ არ ვიცი როგორ ვქნა, მაგრამ რაღაცას ვიზავთ. ვაი, 1, 2 და 3. всё, ეგა. სამშობლოს ვარ. შემოვედი ახლა სახლში მეგობრებო და მე და ბუბსიკას უნდა გვქონდეს ჭორაობის საათი და გადავწყვეტეთ რომ მოვიმზადოთ პიტნის ჩაი. ეს არის ახლად მოკრეფილი პიტნა და ვგიჟდები ასეთ ჩაიზე, როდესაც ახლად მოკრეფილი არის. აი ამაზე გემრიელი ჩაი არ არსებობს მსოფლიოში, არც ერთი მცენარე და არც ერთი შეფუთვა მაღაზიაში ამაზე გემრიელი არ არის. ეს ჩემს ჭიქაში გამიკეთება აუცილებლად თუ და თავის ჭიქაში გავუკეთე და ეხლა მე რომელ ჭიქაში გავიკეთო? ეს რა ჭიქა არის? ეს მე მგონი დედა ჩემს აჩუქეს. ეს ჭიქა არ მინდა, მე ცოტა ბუხუნა ჭიქა მინდა რამე. აი ეს კაკია. დიდი ბუხუნა ჭიქები მიყვარს და მოდით ეხლა გავიკეთოთ ჩაი. დონჩიკას აქვს დიაბეტი და უკვე წლები აი ამას იყენებს.
ესე ატკბობს ხოლმე. პატარა რო ვიყავი, სულ ვუჭამდი ხოლმე. აი სუ პატარა რო ვიყავი და წარმოიდგინეთ რამდენი წელია აქვს დიაბეტი. ჩვენ რა ვჭამოთ? დღეს ნაყინი არ მიჭამია სხვათაშორის. ვერ მოვახერხეთ. პატა ხო შემპირდა რომ ის მოგიყიდა უშაქრო ნაყინია. ჩემი ბალი აქვს უშაქრო ნაყინი, შემდეგ კვირას ვაყიდინებ. რაღაცა იქით არ მოვხვდით რა, იმ მაღაზიაში სადაც ეგ ნაყინი იყიდება და შემდეგ კვირას ვაყიდით, თან შემდეგ კვირასაც სოფელში ჩამოდივარ, ხო იცით ახლა მთელი ზაფხული აქედან ვერ გამაგდებენ და შესაბამისად შემდეგ კვირას გაჩვენებთ აი ნერვიულად. სახი დაიღობდე და. ჰო, ქალბატონი. მოვიდა ვაჟბატონი. ფეხზე ძლივს დგას და ეხლა მეუნება წამოდი მანქანა გავრეწყოთ. შანსი არ გაქვს უკვე კარგად ვარ ჩაფუთნული მე. სპორტულები მაცვია ბედნიერად. პატამ არ დაიშალა თავისი, მაინც წამომიყვანა მანქანის გასარეცხად, მაგრამ მე ძალიან მეზარება შიგნიდან მოწესრიგება, ხო იცით შიგნიდან სულ მევაწესრიგებ ხოლმე და უბრალოდ აი აქ ვიქნები. დაველოდები როდის გარეცხავს და წავალ სახში. როგორც ყოველთვის ვიდეოს დასრულება ისევ დამავიწყდა. ეხლა სამსახურში ვარ, უნდა ვივარჯიშო და თან დავამუშავე ეს ვიდეო, იმიტომ რომ ცოტა ხანი შესვენება მქონდა და ბარემ აქ დავასრულებ. ვინც ბოლომდე ნახეთ, აუცილებლად დამიკომენტარეთ ვარდისფერი გულები. ხვალ არა და ზეგ კიდე მივდივარ სოფელში და კიდე ახალ ვლოგს შემოგთავაზებთ და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მადლობა რომ მიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.